საოცარი ტრიო. არაჩვეულებრივი ტრიო, ფანტასტიკური ქალბატონები, რომლებიც ნამდვილად უზარმაზარ საქმეს აკეთებდნენ ქართული სიმღერისთვის. აკეთებენ და აუცილებლად გააკეთებენ იმ მომავალი თაობისთვისაც. მე მინდა წარადგინო. ტრიო რამპა, ულამაზესი ნანა დაუშვილი, ფანტასტიკური იგა ბერაძე და არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა სხვარაძე. ღმერთო ჩემო, ყველაფერი დაღლილს თქვენი ნახვის სურვილი დამრჩა. ხო, დაბრძანეთ ჩემო ბატონო. გაზაფხული შემოვა. კი ბატონო. იმდენად მოგვენათ რა გაზაფხულია, სულ გაზაფხულია. ძალიან კარგი კაცო, გულში მუდამ გაზაფხული ჩვენ ხედავთ როგორი გაზაფხულია და თან მეცაც გეტყვით. პირველად მართლა აღმოსავლეთ საქართველოში პირველად გავიგონა ეს გვარი, იმიტომ რომ ბები ამყავდა მე ხვარაძის ქალი. ულამაზესი იყო ისიც ქალბატონი ნანა როგორც თქვენ ჩემო ბატონო და პლუს ამას ნუ ქალბატონ ინგასთან როგორი მეგობრობა გვაქვს ჩვენ და ამ შემდეგ მაგრამ მეცაც გეტყვით ჩემი მაშიკო ხელთ გამოვლილია ჩემი ნანიკოსი და ბედნიერი ვარ რომ ეს სამი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემი მაშიკო მოვიქნიან საოცრებებს და წლევანდელი წელი მათთვის კიდევ რაღაც ისეთი ძალიან საინტერესო იყო იმიტომ რომ ძალიან სერიოზული კიდევ ერთი ჯილდო მიიღეთ ხო მეგა ხო 2025 აბა მოდით გითხარით რას ნიშნავს თქვენთვის კიდევ ერთი ასე ვთქვათ აღიარება თქვენ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მეგამდე, ვიდრე მეგას გადმოგცემდნენ, ჩვენ კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს მხარდაჭერით ვიმყოფებოდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კი ბატონო. რომ და იმ კონცერტებმა ძალიან კარგად ჩაიერა წარმატებით. ხდებოდა დიდი სიყვარულით და მინდა აქვე ვისარგებლო შეთხევით და მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს. ამას მოყვა უკვე ძალიან მალე მეგა ბესოს მინდა მადლობა გადაუხადო ჩუბინიძეს იმისათვის რომ ნუ ჩათვალა საჭიროთ ასე და ჩვენ თუ ეს დავიმსახურეთ მადლობის მეტი რა გვეთქვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიშნავს ეს თქვენთვის ეხლა ჩემ კითხოს გაეცით პასუხი კი ბატონო აი ხამდეც ეხლავე ესე იგი ნუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი ხალხი ჩვენთან ერთად დაჯილდოვდა, ესეთი კორიფეები და ესენი რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად ცნობილებიც არიან და ძალიან უყვართ ხალხს და ჩვენი ტრიოც მათ შორის, ესე ვთქვათ, ტრიოც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხო, იმიტომ რომ ერთადერთია მეგა, აი რომელიც ატარებს ასეთ ცერემონიალს. 20 წელიწადია და ასე გვანებიურებს ჩვენ ხელოვან ადამიანებს მეგა არის ერთადერთი. კეთილი და პატიოსანი. დიდი ხანია ერთად არ ხართ, ხო? დიდი ხანი როგორ არის? ანუ მერის თქმა მაცალეთ. ბატონო. ერთად არ ხართ. ხო, იმიტომ რომ სულ ახლა ხანს წამოიჩიტა ისე როგორც თქვენი ასაკი, თქვენი არაჩვეულებრივი ტრიო, ჩემო ბატონო. აქედან გამომდინარე, მინდა აი როდიდან მიხვდით, რომ აი ეს ხმები ერთად შეერწყა, დავიწყეთ ჭიკჭიკი, იმიტომ რომ ზუსტად ახლა ჭიკჭიკი მოდიოდა მართლა. ნამდვილად, მithumetes ხო გაზაფხულის და მაღალი ბგერების ულამაზესი. აი ჩვენი პირველი ხმა. ხვარაძე. თქვენთან მოდივართ ამ აი როდიდან მიხვდით, რომ აი სამივემ ერთად ძალიან დიდი საქმის დაკეთება დავიწყეთ? პრინციპში სტუდენტობიდან ერთად ვართ. აი პირველივე შეხვედრიდან ისე ბუნებრივად შეერწყა ჩვენი ხმები ერთმანეთს. რა მაგარია. ეს მოხდა უბრალოდ აი სადმე ყავას მირთმევდით სახლში ერთ-ერთ იცით თავიდან სხვა შემადგენლობა იყო ინგა ჩვენთან. მე არ ვიყავი. ახლა დავკარგეთ მე და თქვენ და ინგა ერთმანეთს. როგორ შეიძლება? ხო და აი იმ გოგონებმა სტუდენტები იყვნენ შემახვედრეს ნანას. და აი პირველივე შეხვედრიდან მე მოვიხიბლე ისე რომ მოვინუსხე. აღარ მოვცილებივარ ნანას. ჩემი ნანიკო საოცარი და მისი სიმღერები რაცი ადამიანია, ნუ ალბათ მისი სიმღერებით უფრო მოიხიბლე. რა თქმა უნდა, პიროვნულადაც რა თქმა უნდა. ფანტასტიკური. აი როგორია ნანა? ცოტა მკაცრი ცხოვრადი, არა, აქ ის ნუტი კი არა, იქ ის ნუტია ასაღები ნანიკო. ნუ ყოველწლიურად კი რაღაცას არის ხო? არის რაღაც მომენტებში.
აი სიმკაცრეზე იკითხა ლაშამ და აი პირველი დაუშვათ რაღაცა სიმღერა, ვისი გადაწყვეტილებით შემდეგ უკვე იშლება ხმებში. ნანა აკეთებს. ნანა აკეთებს ყველა. ნანა გვასმენინებს ხოლმე ახალ სიმღერას. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ხმებშიც ნანა გვიშლის ხმებს და რაღაც პატარა ისინიც კორექციასაც შევიტანთ ხოლმე და ნანას. როგორც ნიჭიერი გოგოები, ეს გოგონები ნიჭიერები არიან და უცებ უღებენ ალღოს. არ არის რთული სამეფროფესიონალი. არა, ჩვენ ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს და როგორც სიმღერაში ვართ ხმებში ისე ცხოვრების ვართ მეგობრობაში. მირონი წوار არის. არა, მირონი. არა, სოციალისტ რაღაც მოროს ხოთიში და იდეა მოვიდა. ხო, არა. რატო კაცო ყველა მეგობარი მე ნათესავი ხდება ხოლმე და ეთქობა ხშირად აღხდებით ერთმანეთს თუ ეგ რა ხდება? აბა რაშია საქმე ეცინე მონათლი ბავშვი ან მე მონათლი მე უკვე მონათლული მყავს დიდი ხანი რა უკვე ბავშვი და ამათ არ ვიცი ამათ არ ყავს და შენი შემოქმედების შენი შემოქმედების ინსპირაცია სიყვარულია ამაზე შევთანხმდით მაგრამ არის რაღაცა ხაზი თქვა სიტყვაზე მე არა მარტო სიყვარულს ასწავლი ბავშვებს საკუთარი ოჯახიდან გამოცდილი მაქვს არამედ ურთიერთობასაც მიმართვასაც და მეგობრობასაც და ამ შემდეგ დარწმუნებული ვარ ქალბატონებიც აი ამ ხაზით მიდიან თქვენ თუ გაქვთ პედაგოგიური კი როგორ სამი პედაგოგი არაჩვეულებრივი მაგრამ მე ინგა სტუდია აქვს საოცარ დავიბენი ახლა ხო შეიძლება რომ ხალხმა თვითონ არ თქვა და მე ხო შეიძლება დაიბენი გეთანხმები ბატონო ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ხო ჩემ სტუდიასთან დაკავშირებით თქვენს ეთერშიც ინგაზა გიგის მუსიკალური სტუდია არის ასეთ სახელწოდებით და მე და ჩემი შვილი გიგი ვხელმძღვანელობთ ამ სტუდიას კონკურენცია ხო ჩვენ შორის ერთად დავდივართ კონკურსებზე და ეხლა თქვენი ტრიო თქვენი საოცარი ტრიო მხოლოდ ქალბატონი ნანას სიმღერებით არის სავსე თუ არის აი ესეთი ცნობილი კლასიკური ქართული სიმღერა რომელიც რეპერტუარში არის თქვენ ნუ ხა კი გვიმტერია რა თქმა უნდა მაგრამ ისე ძირითადად კი აი რეპერტუარიდან რომელს გამოვარჩევთ? აი ყველაზე ძვირფასი რომელია ჩვენ? მე ვიტყვი. აბა ვიტყოდი მაგრამ თქვი შენ ვიცი და თქვი თქვენ ყველაზე გვაქვს რომელიც არის არ ვიცი აი ნანას შემოქმედების შეიძლება ითქვას მწვერვალ, აი გვირგვინი ეს სიმღერა ინულასადმი მიძღვნა არის ოთარ მამფორიას ლექსზე და აი იცით როგორი საოცარი სიმღერა, აი ეს არის არ ვიცი, აი ნუ ნიმუში არის ძალიან დიდი დარბაზში, ნუ დაინკრა დარბაზზე ცოტა ძალიან ის ქონდა რა. ტექსტი ჩენია ნანი. ოთარ მამფორიას ტექსტია. არა, ამ სიმღერაზე არის. სხვა სიმღერებზე, აი ახლა რაც შევასრულებთ, იმისი ტექსტი შენია? არა. არც იმის ტექსტი. ძალიან ის. ნანა სიმღერები მითხარი გადო გაგვიმხი. აი ნანა სიმღერები ძალიან ბევრია გახიტებული, ნუ ხიტი აქვს ძალიან ბევრი მის შემოქმედება. ერთ-ერთი არის განთიადები ბესო კალანდაძე. ბესოგერო და კალანდაძე. აი ეს არაჩვეულებრივი სიმღერა და კიდე ძალიან ბევრი სიმღერები ჩემოვივლი თბილის. საოცარი სიმღერები არის. ძალიან ბევრი სიმღერაა, რომელიც შეიძლება ჩვენ მსმენელმა არც კი იცის, რომ ქალბატონი ნანასი ღიღინებენ და არც კი იციან, რომ ქალბატონი ძალიან ბევრი ის ნიშანია, რომ კიდე ერთი კონცერტი არის საჭირო უახლოეს მომავალში. შევახსენოთ ჩვენ მზად ვართ. უცხოეთში ბრძანდებოდით ქალბატონო. კი ბატონო. აბა ეხლა ეს უკვე როგორ, ეხლა გეტყვით. ეს იყო დაკავშირებული ჩემ სტუდიასთან. ჩემი სტუდიის მოსწავლეები მიგვიწვია ქალბატონმა ასმათ შანავამ, რომელიც არის უდიდესი მეცენატი და ძალიან ხელს უწყობს ყველას, ყველა ნიჭიერ ბავშვს და ნუ არა მხოლოდ მე ვიყავი, იყო ლიკა ხურბალაძის ბავშვები, იყვნენ ძალიან ბევრი და სადის? ჩეხეთში. ჩეხეთში ვიყავით კარლოვი ვარში. კი, კარლოვი ვარში, ნუ არაჩვეულებრივი. კარლოვი ვარში იყო. კი. და ჩემმა ანიმა იყო შოთაშორის 1 გრან-პრი, კი არა, 2 გრან-პრი აიღო. დაიმსახურა. კი, ჩემმა ბიჭებმა. ანუ 2 ის იყო, 2 კონკურსი ჩატარდა და ორივეში მიიღო მონაწილეობა და მე ხო. დანარჩენმა, ნუ ბავშვებმა სხვადასხვა ადგილები, საპრიზო ადგილები, ვინ არ დარჩენილა უკმაყოფილო და ესე ვთქვათ.
ძალიან ისეთი კმაყოფილი ძალიან ჩავა. კონკურსი პირველ რიგში არის ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ადგილებს არც აქვს ჩემთვის. დიდად მნიშვნელობა, მაგრამ ადგილიც მოყვება ხა წარმატებას, ამაზე კარგი რა არის. მოკლედ, რა ვიცი, ბედნიერება, სიკეთე, სიხარული თქვენ სცენას გითხრათ, უცებ გითხრათ, როგორი თაობა მოდის? აი ორ სიტყვაში, მუსიკალური, ნიჭიერება. თავარი აყვათ ქართული სიმღერა, აი ეს არის ყველაზე მთავარი. თქვენ კიდე ის ადამიანები ხართ, ვინც რომ ესე ურჭოფობდეს შეაყვარებთ ქართულ სიმღერას, რაც ყველაზე მთავარია. აი სხვათა შორის იმ კონკურსში ზუსტად პირველი სიმღერა, ასე ვთქვათ, მშობლიური ენაზე უნდა ყოფილიყო აუცილებლად, ხო? აუცილებლად მოთხოვნა ესეთი იყო. ეს არის ფესტივალი სულიკო. და აქედან გამომდინარე უკვე ხალხს. ჩეხეთში. კი, სულიკო, არაჩვეულებრივი. ჩვენ ვეძებთ ყველგან და იქ ყოფილა. საოცრება. დამეთანხმები რომ გაზაფხული შემოვიდა, მაგრამ ცოტა აგრილდა და ჭიქჭიქი გვჭირდება ხა სასაფუჭიდან და ისევ შემოყვანა და სცენას გითმობ ღრმესი მადლობა. კი, მადლობა, ასე შეიძლება ხო? აკეთ. კი შეიძლება და ადგილი და მაგრამ სცენა ჯობია. დამეთანხმებით. ესეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი. ულამაზესი. ესე იგი, ჩიტების ჭიქჭიქის შემდეგ ჩვენ აუცილებლად რეკლამაზე გადავალთ, ჩემო, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინ არის, აი საოცარი ჰანგი უნდა მოვისმინოთ. ნამდვილად. მართლა მეძახდი თუ ძერდაგცდა ჩემი სახელი ქარო შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია არა შემიყვარო ქარო მე მეშინია არ მოიხიბლო ამ დამსხვრეული ფრთები ამაცეცილი ჩემი ცხოვრებით ღელით უხით ზნებით წადი იქროლებ ძლიერ ბევრია ვინც ჩემზე უკეთ გავლოს რა ვიცი გზა ხომარაგელია ო აქ რა გინდა ხარო მე კი უხედნელ ველურაშები ხელა ვინთები ვჩქარო სულს ხლაქარი შხალს ვეთამაშები არა შემიყვარო ქარო სულს ხლაქარი შხალს ვეთამაშები